ნახოთ 29 დავალება, იპოვეთ უმცირესი მთელი რიცხვი, რომელიც მეტია ლოგარითმის 3-ის ფუძით 4-ისა, გამოკლებული ლოგარითმის 9-ის ფუძით 121-ის. აქ გვჭირდება ლოგარითმის თვისება, რომ მაგალითად, ესეთი აქვე გავამარტივებ, ლოგარითმი 9-ის ფუძით 21, 121-ისა იგივეა, რაც ლოგარითმი 3-ის ფუძის კვადრატი ანალოგიურად 11-ის კვადრატი. და ძირითადი თვისება ამბობს იმას, რომ შესაძლოა ხარისხის მაჩვენებელი გადმოვიდეს მრიცხველში, ხოლო ფუძეში არსებულის მნიშვნელში. და ეს იწდება 1-ს. და გვრჩება ლოგარითმის 3-ის ფუძით 11. გამოკლების თანახმად, ლოგარითმის გამოკლების თანახმად, მე შემიძლია დავწერო ესეთი რაღაცა. 4/11 თვისება არის ლოგარითმის გამოსახულების და ფუძით 3. ეხლა დავაკვირდეთ ერთ ძალიან საინტერესო მომენტს, რომ დავაკვირდეთ ერთ საინტერესო მომენტს, რომ ასე ვთქვათ, ლოგარითმი 3-ის ფუძით ლოგარითმის 3-ის ფუძით 4/11-ისა რას ნიშნავს? 4/11 ცალსახად ჩანს, რომ 1/13-ზე ასე ვთქვათ, 1/13-ზე მეტია. იმიტომ რომ მისი მნიშვნელი უფრო ნაკლებია. რადგან ის 1/13-ზე მეტია, მე ვიცი, რომ -1 რა შემთხვევაში მიიღებოდა, რომ ლოგარითმი 3-ის ფუძით 1/13 -1 ხარისხში. ანუ უფრო მკაფიო რო იყოს პასუხი, რომ ამ გამოსახულების მნიშვნელობა -1 იყოს, ეს ქვეშა გამოსახულება უნდა ყოფილიყო 1/13-ის ტოლი. მაგრამ ის უფრო მეტია. შესაბამისად, რადგან ასეთი ვითარება, მე ცალსახად ვამბობ, რომ არსებული ლოგარითმი ქვეშა გამოსახულება არის -1-ზე მეტი. იმიტომ, რომ ასე რო არ ყოფილიყო, ლოგარითმი ქვეშა გამოსახულება იქნებოდა 1/13-ზე ნაკლები, მაგრამ გვესმის, რომ 4/11 გაცილებით მეტია, ვიდრე 1/13. ანუ პრინციპი და მეუბნება ლოგარითმი ამას, რომ არსებული ლოგარითმი 3-ის ფუძით 4/11-ისა არის -1-ზე მეტი. ანუ სადღაც -0.9, -0.8 შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, პასუხი გვაქვს G, იმიტომ რომ ნული მთელი რიცხვია და მეტია გამოსახულების მნიშვნელობაზე -0.9. ალბათ უფრო მეტად ეს სავარჯიშო არის კალკულატორის გათვლილი, იმიტომ რომ ასე მარტივად კეთდება, მაგრამ ამ მიგნების საფუძველზე შესაძლებელია, რომ ასე ვთქვათ, კალკულატორი არ გამოვიყენოთ და პასუხი იქნებოდა G.